მოგესალმებით ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე მე ნინო საალუქვაძე ვარ. თურქმენეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ორბელიანის სასახლეში სერდარ ბერდი მუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ფორმატში შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მთავრობის მეთაურთან შეხვედრა. თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს ჩემი კოლეგა სალომე გობრონიძე აშუქებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ორბელიანების სასახლეში საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტების პირისპირ ფორმატში შეხვედრა. დღეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლის საიუბილეო თარიღია და ბუნებრივია ორი ქვეყნის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებაზე. საქართველო და თურქმენეთი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობენ და შეხვედრაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალი მიხეილ ყაველაშვილის და მის თურქმენ კოლეგას შორის ბუნებრივია არის საკმაოდ ვრცელი, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ენერგეტიკის და სატრანზიტო მიმართულებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო თურქმენეთისთვის არის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო კვანძი, როგორც აზიის ევროპასთან დაკავშირებადობის კუთხით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს განსაკუთრებული სატრანზიტო როლისა და რეგიონში მზარდი გეოპოლიტიკური ინტერესების ფონზე დღეს თბილისში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მიხეილ ყაველაშვილსა და თურქმენეთის პრეზიდენტის შორის შეხვედრის დაწყებამდე ტრადიციულად ათონელის ქუჩაზე გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, სადაც გაჟღერდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიამდე კი თურქმენეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა. თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს იყო სალომე გობრონიძე. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს. საქართველო გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით მსოფლიოს საუკეთესო 4-ში. ევროპაში კი მეორე ადგილზე დაწინაურდა. მონაცემების ნოტერდამის უნივერსიტეტის გლობალური ადაპტაციის ინიციატივის 2026 წლის განახლებული ანგარიში აჩვენებს, რომლის შედეგებსაც რეგულარულად ევროკომისია აქვეყნებს. კვლევამ, რომელიც მსოფლიოს 192 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს სახელმწიფოსთა მედეგობის დონე და გლობალური კრიზისისადმი მათი მზადყოფნა შეაფასა. 2026 წლის მონაცემებით გლობალური ეკონომიკური მზაობით საუკეთესო 4-ეული ასე გამოიყურება: სამხრეთ კორეა, სინგაპური, ესტონეთი და საქართველო. შეფასება მსოფლიო ბანკის თემატურ კვლევებსა და ბიზნესის მზაობის ანგარიშგებებს ეფუძნება. მისი მიზანია დაეხმაროს მთავრობებს და ბიზნეს ინვესტიციების სწორად წარმართვაში, რათა მომავალ გლობალურ გამოწვევებს ქვეყნები უფრო ეფექტურად დახვდნენ. უმსხვილესი მაღალ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში თეგეტა მოტორსის რეგიონული ჰაბი გაიხსნა. ულტრათანამედროვე საავტომობილო კომპლექსი თბილისის შემოვლითი გზის 36 კილომეტრზე 42,000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული და თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს ემსახურება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონი ლარს აჭარბებს. თეგეტა მოტორსის რეგიონული ჰაბის პრეზენტაციას დღეს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ. ჩემი კოლეგა მარიამ რატიანი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე საქართველოს პოზიციების გამტკიცებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სულ ცოტა ხნის წინ თეგეტა მოტორსის ახალი მრავალფუნქციური რეგიონალური ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ადგილზე ესწრებოდნენ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ისე მთავრობის სხვა წარმომადგენლები და ბიზნესის წევრები. ირაკლი ყობახიძემ დაათვალიერა სერვის ცენტრი მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია მასში განხორციელებული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს.
ეს არის თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი უნიკალური პლატფორმა, რომელიც თავისი სტანდარტებით სცილდება შიდა სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე ამიერკავკასიაში, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ ადგილზე, რაც ბუნებრივად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს. აქ კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს თავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლეს ხარისხის მომსახურებას, როგორცაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ. სახელმწიფოსთვის გავსი ინიციატივების ხარდაჭერა არის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი, რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე. გეზის ცენტრის მიღმა ამ 31 წლიანი ისტორიის მანძილზე თეგეტას ცენტრმა შექმნა 360 გრადუსიანი ეკოსისტემა, რომელიც მძიმე და სატვირთო მიმართულების ტექნიკის მქონე ნებისმიერ ბიზნესს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს სრული ციკლი მომსახურების დაფინანსებიდან ტექნიკა, სერვისი და ასევე სრულად გადმოაბაროს ავტოტექნიკის მართვა თეგეტა ჰოლდინგს. ეს ყველაფერი განხორციელებულია არა მხოლოდ რაღაც სერვისების ჩამონათვალის სახით, არამედ ყოველთვის, როდესაც ჩვენ ნებისმიერ პროდუქტს ვქმნით, როგორც აღვნიშნე და მომხმარებლის თვალით ვუყურებთ საჭიროებას, ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ეფექტურობა. როგორ მივცეთ ბიზნესის გადაწყვეტები, რომლის ცენტრში დგას ეფექტური მომსახურება. სერვის ცენტრი უკვე მოემსახურა 25,000-მდე სატვირთო ავტომობილს. ჰაბი, რომელიც 42,000 კვადრატულ მეტრზე არის განლაგებული, რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი სერვის ცენტრია. პირდაპირ ეთერში მარიამ რატიანი საუბრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარი ძებნილი პირი დააკავეს. ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე საერთაშორისო დონეზე თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თბილისსა და რეგიონებში ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა. ექსპერტ კრიმინალისტებმა დრონის მართვის გადამზადების კურსი სასწავლო ბაზაზე გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება საშუალებას აძლევს გამოძიებას, მტკიცებულებათა მაღალი ხარისხის ვიზუალი მიაწოდოს. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აღიჭურვა უპილოტო საფრენი აპარატებით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში ექსპერტ კრიმინალისტებმა გაიარეს სწავლება. აღნიშნული კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება უპილოტო საფრენი აპარატებით მოგცემს უფრო მეტად მასშტაბურ და ხარისხიან დათვალიერების შესაძლებლობას. ამერიკაში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტებზე ბრალდებულ სამპირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ერთ პირს კი გირაო 15,000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მას პროკურორის თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთაც აეკრძალა. გამოძიების ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით დამზადებული ყალბი დოკუმენტებით ამერიკაში თავშესაფარს უპრობლემოდ მიიღებდნენ. ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს. ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს აკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა დღევანდელი მოცემულობით. საომავლოდ თანამშრომლობის კუთხით გვაქვს გარკვეული შეთავაზებები და ალბათ აკვეთ ღონისძიების სახით შეცვლასთან დაკავშირებით გვექნება შეფასება. აღნიშნულ საქმეზე დიდი მოცულობით საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, გამოკითხული არის ათეულობით პირი, ასევე მოცემულობის სამართლის საქმეზე გამოთხოვილი არის ინფორმაცია, როგორც ბრალდებულების, ასევე სხვა პირთა ანგარიშები, სადაც დაფიქსირებულია გადარიცხვები თუ ვინ რაოდენობის თანხას რიცხავდა მითითებულ დანაშაულთან დაკავშირებით, ასევე გამოთხოვილია ბრალდებულების მობილური ტელეფონებიდან ინფორმაცია და გამოთხოვილია ინფორმაცია, სადაც დადასტურებულია აღნიშნული პირების მხრიდან ეგრეთ წოდებული кейსების ისტორიების შედგენის ფაქტი.
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის შენახვის რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე დაკავებულ 121 პირს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა. დაკავებულთა შორის 59 ნარკორეალიზატორია. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. დანაშაული 20 წლამდე უადო თავისუფლებას ითვალისწინებს. ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოვებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები, მეთადონი, ალფა-პვპ, კოკაინი, MDMA, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარე კანაფი და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები დღეს ბიზნეს სექტორს წარედგინა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის ახალი წესი განისაზღვრა, რომელიც მათ დროებით საქმიანობას არეგულირებს. დაზუსტდა შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისა და უარის თქმის საფუძველი. განახლდა საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი და გაფართოვდა იმ უცხოელთა კატეგორიები, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ გავრცელდება. ცვლილებები არ შეეხება გიდების, კურიერებისა და ტაქსის მძღოლების საქმიანობას. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს სექტორის წევრები ესწრებოდნენ. აქტიური დასაქმების პოლიტიკა პირდაპირ გადაბმულია საიმიგრაციო პოლიტიკასთან. უნდა გვესმოდეს და მყარად დავიმახსოვროთ, საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქის დასაქმების უფლების უზრუნველყოფა, შრომის უფლების უზრუნველყოფა. ამისთვის ჩვენ შიდა ბაზარი უნდა დავიცვათ, უზრუნველყოთ გამჭვირვალე საიმიგრაციო წესები. ბიზნესს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში, ასევე თანმიმდევრ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში. შესაბამისად უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მიმართულებით კანონმდებლობა დაიხვეწა, ფაქტობრივად უფრო მეტად მორგებული გახდა ერთის მხრივ ბიზნეს ინტერესებზე და ბიზნესის საჭიროებებზე, მეორეს მხრივ აღნიშნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის. საკითხები, რომელიც ბიზნესიდან იყო წამოსული, ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად ამას უკვე მოყვა მთავრობის დადგენილების, ასე ვთქვათ, რევიზია, შეცვლა. საბოლოო ჯამში მთავარი არის, რომ ბიზნეს ოპერაციები არ შეფერხდეს და მეორეს მხრივ სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესი მიგრაციასთან დაკავშირებით, რომ იყოს კონტროლქვეშ, შესრულდეს. რეფორმის მთავარი ობიექტი გახნავთ ბიზნეს სექტორი და ამიტომ ჩვენი სააგენტო აქტიურ თანამშრომლობას და კომუნიკაციას მართავს მათთან. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ მათი მოსაზრებები შრომის ბაზარზე პრაქტიკულად როგორ ხორციელდება ეს ცვლილებები. ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ახალი ციფრული პლატფორმა ამოქმედა. აღნიშნული სივრცე საგადასახადო მომსახურებების შედარებას ბევრად უფრო მარტივსა და სწრაფს ხდის. თუ აქამდე სხვადასხვა კომერციული ბანკის პირობების გასაცნობად ინფორმაციის მოძიება ცალ-ცალკე ვებგვერდებზე იყო საჭირო, ახლა ყველა მონაცემი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებთან ერთად დაახლოებით 1 წელი იმუშავა ამ პროექტზე, საკმაოდ კომპლექსური პროექტი იყო და მის საბოლოო მიზანი არის, რომ მომხმარებლებს საშუალება მივცეთ შეადაროს ერთის მხრივ დეპოზიტების 100% განაკვეთები და მეორეს ზოგადად სამომსახურების ტარიფები, როგორც არის გადარიცხვები, როგორც არის გაცვლითი კურსი, შესაძლებლობას მიცემს ბაზარზე, რომ უფრო მეტად გაიზარდოს კონკურენცია, უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ტარიფები სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე, როგორც დეპოზიტების განაკვეთები, ასევე კონვერტაციის და სხვა ტიპის ტარიფები. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მომხმარებლისთვის ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ინფორმაციის ასიმეტრიულობა, რომელიც ნიშნავს, რომ შენ უნდა გქონდეს ინფორმაცია ყველა ბანკში არსებულ
განაკვეთებთან დაკავშირებით ეს ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება, შესაბამისად ეს გაადვილებს არჩევანს და ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მისცემს საშუალებას, რომ ბანკთან მეტი მოლაპარაკების ბუფერი შეიძინონ, უფრო მეტად ასე ვთქვათ, მოითხოვონ უკეთესი პირობები. ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის თასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში და ბუნების თემატიკაზე ნამუშევრები წარედგინათ. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. მონაწილეებისთვის საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე არაერთი ეკო-საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდა. დაცულ ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს გარემოსდაცვითი განათლება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში სააგენტო ძალიან საინტერესო პროექტებს ახორციელებს. ერთ-ერთი არის ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას, რომელიც ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სააგენტოს, ასევე დაცულ ტერიტორიების ტერიტორიული ადმინისტრაციები ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ დაცულ ტერიტორიების მიმდებარე სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში წელს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დავიცვათ ეროვნული პარკი არ დავანაგვიანოთ, გაუფრთხილდეთ მას, რადგან სწორედ ისაა ჩვენი მომავალი და ერთადერთი სახლი. სრულად შემეცვალა აზროვნება, მე თვითონ ჩავერთე მთელი ძალით, ენერგიით, შრომით, мотивация მომცა მე თვითონაც და მე თვითონაც დავინახე რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული პარკები. და მოუწოდებ ახალგაზრდებსაც, რომ დავიცვათ. ეს პროექტი ჩვენ გვგონებოდა, რომ დაგაუფრთხილდეთ ბუნებას და უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძვირფასი რამ არის, იმიტომ რომ საქართველოს საკუთარ არის გამორჩეული ბუნებით და მინდა რომ უფრო ამ პროექტმა ჩემს თანაწილებს თუნდაც უფრო თაობას მინდა რომ აჩვენოს, რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ. ასეთი იყო ახალი ამბები 13 საათზე, პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაუბრუნდებით დროებით.